Ამნაწილის სტუმარია ქვემო ბეთლემის მაცხოვრიშობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საუბარი მინდა დავიწყო და პრინციპს ჩვენი საუბრის ერთად მიზანს წარმოადგენს განსაზღვროთ რა ფაზაშია ჩვენი სახელმწიფო განვითარების, რა მდგომარეობაში არის ჩვენი ერი. 26 მაისი ახლოვდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც გაერთიანებული ხედულობაში მაქვს სამწუხარო დამეტაბზე ტერიტორიულად არა, მაგრამ ერთიანი ქართველი ერი უნდა ზეიმობდეს როგორც თავისი ისტორიის აწყოს და მომავლის შეხვედრის წერტილს, ადგილს, როდესაც აი ეს დრო მთლიანობაში ნივთდება ერთ კონკრეტულ დღეში და ჩვენ გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც პრინციპში კვლავ დაპირისპირების ძალიან ღრმა უნდობლობის სიძულვილის თესვის მორევში არის ჩაფმული ის რგოლები, ხო, რომლებიც პირიქით უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მთლიანობასა და ერთიანობაზე. მე ხა შეგნებულად არც კონკრეტული რგოლი ვახსენე და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, როგორ ხვდებით აი ამ 26 მაისს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზები, რა არის ამისი საწყისი პრობლემები და როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? მოგესალმებით თქვენს მსმენელს. დამოუკიდებლობის დღე მოდის და ეს არის ისტორია, ეს არის ისტორიის გახსენება ყველასთვის, მაგრამ დღეს ეს უკვე თანამედროვე ისტორია გახდა. ანუ რას გულისხმობ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა რომ მოგვიპოვეს და ამის აღნიშვნას ვცდილობდით ყოველთვის, რომ აი მოვიპოვეთ, ნუ ჯერ იმ პირველმა რესპუბლიკამ, შემდეგ ახლო ხანებში 90-იან წლებში, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს 26 მაისი არ არის ძველის გახსენება. არამედ დღეს მონაწილეობს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, აი დღევანდელი თაობა მონაწილეობს და მათ აღსანიშნავი ის კი არა აქვს, ოდესღაც რომ მოვიპოვეთ, არამედ დღეს უნდა აღინიშნოს დღევანდელი მოსაპოვნელი უნდა აღინიშნოს და ეს ჩვენი ისტორიაც ამაზე მეტყველებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას სულ მოსაპოვებელი ვქონდა და რომ მოვიპოვებდით სულ დასაცავი ვქონდა, მაგრამ დღევანდელ თაობას ბევრად გაუმართლა, იმიტომ რომ ეს თვითონ რომ მონაწილეობენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, თავისუფლების მოპოვებაში, დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოპოვებაში, თვითონ რომ მონაწილეობენ და ამისთვის თვეებია რომ ქუჩაში დგანან, ეს მათ სხვანაირ მენტალიტეტს მიცემს. საერთოდ მამები ამბობენ, რომ აი ღმერთიო ადამიანსო, მადლსო, აძლევსო აი მარხვის მერე, დიდი შრომების მერე, მოღვაწეობის მერე, იმიტომ კი არა ღმერთსო ჩვენი შრომა უნდაო რამეშიო, არა. უბრალოდ უშრომელად მოპოვებულს ადვილად კარგავსო ადამიანიო, ვერაფასებსო. და ამათვის მადლობა ღმერთს, რომ უშრომელად ამათვის უშრომელი არ არის, თვითონ აქვს საშრომი. იმიტომ რომ ეს თაობა, რომელიც ახლა საქართველოსია, რომელიც ახლა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ეს თაობა მეტად დააფასებს, იმიტომ რომ თავიანთ სისხლზღვრიან, თავიანთ ოფლზღვრიან, თავიანთ ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა არ დავკარგოთ და ეს არის ის ზუსტად მე რამე რაც დაგვიბარა, რომ თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლა დაგვჭირდებაო. აი ამ თაობაზე ახსოვს. ვაპირებდი ორი ვიდეოს ჩვენებას თქვენთვის და დალოცვას. ახალგაზრდების რომ თქვენთვის მეთხოვა, მაგრამ მოდით ახლა ამ საუბრის ფონზე გაჩვენებთ თქვენს და საზოგადოებასაც პირველი ბოლოზარების დღეებია ეს მოგეხსენებათ, სკოლებს ამთავრებენ ასე ვთქვათ, უბრალოდ კლასელები და სხვადასხვანაირი და ბევრი აღნიშვნა იყო რა და პირველი ალბათ მინდა რომ გაჩვენოთ აფხაზეთის
მეათე საშუალო სკოლა, რომელიც ხოროწყუში არის, იმის დამამთავრებელი რამდენიმე კადრი მინდა ნახოთ, იმიტომ რომ თქვენ რაზეც საუბრობდით, ეხლა სულ ეს კადრები მედგა თვალწინდა. იმის შემდეგ გაჩვენებთ სასამართლო დარბაზში 20 წლის გახდა ზვია ცეცხლაძე, რომელიც მე მგონი ფიზიკურად იქ არც ესწრებოდა, მას როგორ მიულოცეს იქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა. ეს ორი ვიდეო ნახოთ და შემდეგ ავაგზავნოთ საუბარი. I am Georgian and therefore I am European. ასე მიულოცეს ზვია ცეცხლაძე, რომელიც 20 წლის გახდა, იყო იქ დარბაზში და ის პირველი ვიდეო და კადრი კიდევ ერთხელ მაყურებელმა ვინც ცოტა გვიან დაიწყო ყურება, აფხაზეთის მეათე საშუალო სკოლის მოსწავლეების დამამთავრებელი ებოლუზარი იყო, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ასრულებდნენ ხორუმს. ორივეზე ცოტა სხვადასხვას ვიტყვი, იმიტომ რომ სხვადასხვა განწყობა ორივე. აი პირველი ბავშვების ცეკვა და ის განწყობა აი რა ბედნიერება ამ ბავშვებისთვის მიცალოცია, რომ აი ესეთი შინით, აი ესეთი განწყობით, ესეთი სურვილით, ესეთი თუნდაც სამშობლოს სიყვარული და განათლებით რომ ამთავრებენ სკოლას. ახლა ყველა ვიყავით ბავშვები და მე მახსოვს, მე რო სკოლა დავამთავრე, აი სამშობლოს სიყვარული საერთოდ რა იყო მე არ ვიცოდი. იმიტომ რომ სამშობლო არც მქონდა. საბჭოთა კავშირში დავამთავრე მე სკოლა და ეს სამშობლო რაღაცა გაურკვეველი იყო ჩემთვის საქართველოს, მაგრამ აი ეს სამშობლოს სიყვარული და სამშობლო დასაწყებითი რაზა მე ამ მსმენია არ სკოლაში, არ სკოლის შემდეგ საოცრება ამათთვის გაუმართლად და ეს ცეკვა იყო, ეს არ იყო ცეკვა, ეს იყო აი დავინახე მე რომ მათი ეს შემოქმედება კი არ იყო, მათი სული გამოდიოდა გარეთ, აი სულის გამოძახილი და ულოცავ ამ ბავშვებს, რომ ამათ ესეთი განცდა მიცა ღმერთმა და ესეთ დროს დაიბადეს და რაც შეეხება აი პატიმრებს სახარებაში არის 9 ნეტარება და ეს 9 ნეტარება ну ყველა მთავრდება რომ მათია სასუფეველიცათა ნუგეშინის ცემული იქნებიან და აი შემდეგი ისინია რა ჯილდოები და ერთადერთი ნეტარება არის რომელიც აქვე იწვევს სიხარულს და ეს არის ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის გიხაროდეთ და მხიარულიყავით ანუ გიხაროდეთ აქვე გაიხარეთ იმიტომ რომ სიმართლისთვის დევნა ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნების მომნიჭებელი ადამიანისთვის იმიტომ რომ ადამიანის და მით უმეტეს ქრისტიანისთვის გამარჯვება არის როცა მართალი ხარ. აი მართალი რომ გცემონ, აი ქუჩაშიც ესეა, სახლშიც ყველგან ესეა, ოჯახშიც ესეა, თუ შენ მართალი ხარ, რომ გცემონ, მაინც გამარჯვებული ხარ. და ამიტომ
ესენი მართლები არიან, ესენი აი იმ უმაღლეს ნეტარებაში არიან, რომელი ნეტარებისთვისაც ქრისტემ ჩვენ მოგვიწოდა რომ გვემხიარულო, იმიტომ რომ სამშობლოს გულისთვის დევნულობა ჩვენ გაგვიმართლა ქართველებს ის რომ ჩვენი ნებისმიერ გმირობა და წმინდანობა სხვადასხვა რაღაცაა. მაგრამ ჩვენთან ეს გვერდ-გვერდად ის ძმები არიან, გმირობა და წმინდანობა, იმიტომ რომ ჩვენი ენის დაცვა გმირობა არა წმინდანობაც არის, იმიტომ რომ ეს ღვთისადიდებელი ენა. ჩვენი მამულის დაცვა გმირობა, მაგრამ ეს წმინდანობაც არის, იმიტომ რომ ეს მამული ღვთის ერის ქვეყანაა, ქრისტეს ერის ქვეყანა და ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი დამოუკიდებლობის, აი ეს ენა მამული სარწმუნოება, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, აი ეს არის გმირის და წმინდანის მოქმედება ორივე და ეს ბიჭები, რომლებიც ამაზე გადმოვიდა ეს, ხო, ესენი შემთხვევით შეარჩიეს, ახლა პირდაპირ ამათ არაფერი არ დაუშავებიათ, მაგრამ ნუ ამაზე გადმოვიდა ეს ბედი და მე მგონი იმას კი არ უნდა ამბობდეს ეს რა ბედი მერგო პირიქით, ამათ ბედი ერგო. სია კიდეც ისინი დავეთხრეობით ამით შემართებით ზუსტად და ამას აჩვენებენ მთელ საზოგადოებას, მაგრამ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, რა თქმა უნდა, მათი, მაგრამ დროის აი ამ მონაკვეთში, სადაც ძალიან აჩქარებული არის დრო სამყაროში და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მსოფლიოს მასშტაბით. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფაზაში ვართ, ძალიან რთულ უზარმაზარი ხიფათებით ახსავსე პერიოდში, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი შესაძლებლობების. და რა თქმა უნდა, ყოველს ერთის მხრივ ამ ახალგაზრდების და ასეთი ახალგაზრდობის სიამაყით ვართ ახსავსენი, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხის წინაშეც ვართ. მე აი დროების ბოლო დროებაში კვირის სტატისტიკა მოვიყვანე დეტალურად აღვწერეთ, მათ შორის დემოგრაფიული ტენდენცია, რომელიც არის და თუ ძალიან განგრძობადი ხდება ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ყველანაირად ახალისებს ან აიძულებს საზოგადოების და მოსახლეობის ყველაზე პროდუქტიულ და აქტიურ ნაწილს დატოვოს ქვეყანა, რომ გადაარჩინოს თავი და ოჯახი და ემიგრაციის ტალღა კი არ არის მარტო პრობლემა, თავად აი ამ ქართული ემიგრაციის სტრუქტურაც, რომელიც შეცვლილია და თუ მანამდე დედა მიდიოდა ოჯახის სარჩენად, ან მამაკაცი მიდიოდა, რომ ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო უცხოეთიდან და დასავლეთიდან ძირითადში, ეხლა ჩვენ ხედავთ სურათს, როდესაც ოჯახები ბავშვებით მიდიან. ეს ძალიან დიდი პრობლემის მომტანი არის ქვეყნისთვის. არა რაღაც შორეულ პერსპექტივაში, არ მინდა ხალხი დავზაფრო კიდე ერთხელ, მაგრამ სულ 2 ათეულ წელში შეიძლება ქვეყანაში დემოგრაფიული სტრუქტურაც, მათ შორის ეთნიკური თვალსაზრისით საგრძნობლად შეიცვალოს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა საზოგადოებამ? რაზე უნდა იფიქროს იმისთვის, რომ ცვლილებები, პოლიტიკური ცვლილებები დაინახოს, როგორც მათ შორის ჩვენი ეროვნული გადარჩენის ამოცანა დაისახოს? პოლიტიკური ცვლილებები, ნუ ახლა მიგრაცია ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ მე ცოტა სხვა კუთხითაც ვიტყვით, ახლა დღეს სხვა დროა, ეს ცოტა ერთი 30-40 წლის წინ რო ყოფილიყო ეს პროცესი, მაშინ უფრო საშიში იქნებოდა, მაგრამ დღეს მიუნხენში უფრო მალე ჩახვალ, ვიდრე ზესტაფონში თბილისიდან. და ქვეყანა ისე არის დაპატარავებული და ჩემი როგორც სამღვდელო დაკვირვებით პრაქტიკიდან გამომდინარე და მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები იქ უფრო მეტი ქართველები ხდებიან, უფრო მეტად აფასებენ ქართველებს. დაბრუნებულები ვხედავ, რომ უფრო მეტად აფასებენ წმენასაც, ჩვენსაც, ვიდრე ისინი, ვინც აქ არიან და გარეთ არ გასულან. რაღაცა ხდება ისეთი, რომ აი ემიგრანტი დარწმუნებული ვარ, უფროა შეყვარებული. ვიდრე ის, ვინც ემიგრაციაში არ ყოფილა საერთოდ საქართველოს, უფრო ენატრება და უფრო ისა და ამიტომ დაბრუნდებიან ისინი, მოვა ის დრო უბრალოდ ძალიან ცუდია, რომ ამას აკეთებს ქართველი კაცი იმისთვის, რომ აქ არის სიდუხჭირე. სადღაც მოვისმინე ეს
შობადობის შესახებ რომ აიო შობადობა იმიტომ არ არისო რომ ახალგაზრდებსო არ უნდა თუ ბევრი შვილის ყოლაო რომელიღაცა სტატისტიკურმა იმანამ თავრობის იმით გამოაცხადეს არ ვიცი ეს რამდენად თქვა იმ ადამიანმა მაგრამ როგორ ესეც ახალგაზრდებს დააბრალეს ახალგაზრდებს არ უნდათ ახალგაზრდებს არ უნდათ კი არა არავითარი ხელშეწყობა არ არის ბავშვები მჭივრები არიან არც მშობიარობაზეა ხელშეწყობა არც მრავალშვილიანობაზეა ხელშეწყობა არავითარი ხელშეწყობა არ არის ადამიანის ესეთი ქვეყანა სადაც დემოგრაფიის პრობლემაა და ამაზე რო არ ზრუნავენ საქართველოს გარდა არ ვიცი არის სადმე სადაც ბავშვებზე არ ზრუნავენ სადაც მომავალთაობაზე არ ზრუნავენ სადაც შობადობა არის ჩვენს ჩრდილოეთით არის ეს ქვეყანა რომელსაც არა სხვა შორის კი სპეციალური პროგრამები აქვს მაგრამ იქაც რუსულ არხებს ძირითადად რისთვისაც ჭირდებათ ეს არის ზუსტად უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა საომარი ოპერაციებისათვის რუსეთის ადიდება არის უკრაინაში საქართველოში და კიდე სხვაგან მანამდეც ისინი შობილ ბავშვს რაღაცა თანხას ურიცხავდნენ ახალდაბადებულში იყო უფრო უკეთესი იყო ვიდრე ჩვენთან ჩვენთან საერთოდ ერთი რამ ფაქტია რომ თუკი გაგრძელდა ეს გარემოება რა თქმა უნდა მე აბსოლუტურად გეთანხმებით ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა ძველი დროებიდან მოყოლებული და ახლაც ქართულ ემიგრაციულ წრეებთან ამის ყველა ქვეყანაში ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს დროების ძირითადი გამომწერებიც YouTube-ზე სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მათ რომ ახალი ციკლი დავიწყეთ მოგზაურობა წარსულში ისტორიკოს გუბას სანიკიძესთან ერთად რომელიც ისტორიული თვალსაზრისით აი ამ საგანმანათლებლო პროექტის ავტორიც არის და უძღვება ძალიან საინტერესოა და მათ შორის მათთვისაც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული ენაზე ამ ცოდნის მიღება და გაზიარება და გეთანხმებით იმაში რომ ისინი კიდევ უფრო მეტი პატრიოტები ხდებიან თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თუმცა რაც გასათვალისწინებელია რომ მეორე მესამე თაობაში ქართველების იდენტობის შენარჩუნება, ენის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულდება და მე ამ მხრივ დიდად ოპტიმისტი ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ უამრავი მაგალითი მაქვს თვალწინ. ჩემი სანათესაო იქნება ეს თუ სამეგობრო და ასე შემდეგ. ამიტომ გადაადგილება კი გაიოლებული არის უფრო მეტად, მაგრამ ვინც იქ მიდის, ფუძნდება, ფესვს იდგავს, შვილები იქაურ სკოლებში მიდიან და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ხალხს კი არ ვკარგავთ, მაგრამ თვითონ მათ სხვა თაობებში უკვე უჭირთ ამ იდენტობის შენარჩუნება. იცით მე აქაც აქვს პატარა გამონაკლისები და ამ მხრივ არ შეიძლება ჩემს გულისწყივილი კიდევ ერთხელ არ გამოვთქვა ქართული სახელმწიფოს თანამედროვე სახელმწიფოს მიერ ფერეიდნელი ქართველებისადმი დამოკიდებულებაში ჩვენებურები როგორც მათ ვეძახით თურქეთელ ქართველებთან დამოკიდებულებაში სრულიად სამარცხვინო ანტისახელმწიფოებრივი ანტიეროვნული ანტიისტორიული უსამართლო მოპყრობა ხორციელდება მათთან მიმართებაში და ამის გამკეთებლებთან იმედი არ მაქვს მე რომ ახალ ქართულ ემიგრაციებს შეტკივოდა ძალიან გული როგორც შეტკივა ძალიან კარგად ვიცით პირიქით ყველან ერთხელს უწყობენ აქტიური ადამიანები რომ აქედან წავიდეს მაგრამ ერთადერთი სივრცე და გარემო სადაც ინსტიტუციონალურად ეკონომიკური მოდელების, სოციალური მოდელების, კულტურული იდენტობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შეიძლება გარკვეული გარანტიები მოიპოვოს ჩემი ღრმარწმენით ეს არის ევროკავშირი. აი როცა ახალგაზრდებს უყურებდით იქ საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშითაც ასრულებდნენ იმ ქართულ ცეკვას, ხო? და საქართველოს პრინციპში იყო კიდეც დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მეციხოვნე აი ფრონტის ამ ხაზზე, ხო? რასაც აღმოსავლური ასე ვთქვათ შემოტევები, ნაკადების შემოტევები იყო. ახლაც პრინციპში შეიძლება ითქვას გარკვეული გაგებით ეს როლი და ფუნქცია ნაწილობრივ ვაკისრია ბევრ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სხვა ტიპის პროექტებში ჩვენს მნიშვნელოვან ადგილთან ერთად. თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივით, როდესაც ევროკავშირი დასავლეთი და ეს ცივილიზაცია მთავარ მტრად მონიშნა დღეს მმართველმა რეჟიმმა და მათ შორის ღირებულებით დონეზეც კი დისკრედიტაციის ფართო კამპანია არის გაშლილი. ეს გაუგონარია. შეუძლებელია ასე რომ რომელიმე სახელმწიფო იქცეოდეს. ეგ არის რუსული
მოდელის გადმოღება, რომელიც ისედაც არ ამართლებს, იმიტომ რომ სად რუსეთის ძალმოსილება და სად ჩვენი. და თუ რუსეთმა თქვა, რომ ჩვენ თუ ამათ მოვიშორებთ სუვერენულ ვიქნებით, ანუ დამოუკიდებლები ვიქნებით მაგათგან, ეს რუსეთსაც კი არ შეუძლია, მაგრამ ამის თქმა შეუძლია ყოველ შემთხვევაში, რომ ისინი უფრო რუსულები იქნებიან, მაგრამ ჩვენ მაგათ გარეშე უფრო ქართულები ვიქნებით და უფრო ისა, ამის თქმა ხო პირიქით მაგათ გარეშე ჩვენ ყველაფერს დავკარგავთ. ჩვენ რუსეთშიც რო ვიყავით და რუსულ იმპერიაში რო ვიყავით, მაშინაც კი რაღაცნაირად ვცდილობდით რომ ევროპაში გავსულიყავით და ეხლა მით უმეტეს ევროპის და ცივილიზირებული სამყაროს გარეშე ჩვენ დამოუკიდებლობა შევინარჩუნებთ. ეს არ ვიცი, აი ეს ვინ მოიფიქრა, მე არ ვიცი, ეს არის შეუძლებელი, ეგ არის თვითონაც იციან რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ რაღაცა გათვლები ჰქონდათ, ეთყობა რომ ის მათი გათვლები იყო ის რომ აი ზელენსკის იმიტომაც აგინებენ რომ ზელენსკიმ გააკეთა ის, რაც ამათმა ვერ გააკეთეს. ის მედგრად დაუდგრა. რაც ჩვენც ვერ გავაკეთეთ, მედგრად ვერ დაუდექით რუსეთსო, დაგვამარცხა. და ეს არის შური, აი ის რა ვერ დაამარცხა, ის არის როგორ ის ომის პარტია და ეწინააღმდეგება, როგორ შეიძლება რუსეთს შეეწინააღმდეგება, რამდენი ხალხი დახოცა თავის, არ ამბობენ რუსებმა რამდენი დახოცეს. თავისიანები რუსები რამდენია დახოცილი და ჯარისკაცი უფრო მეტია დახოცილი ვიდრე უკრაინელების ბევრად მეტი. ანუ ეს როგორი ის არის რომ თუ რუსეთი თავის მიზანს მიაღწევდა რაც ჩაფიქრებული ჰქონდა იქ ერთ კვირაში თუნდაც ერთ თვეში თუნდაც ერთ წელიწადში რომ მიეღწია დენაციფიკაცია ანუ უკრაინულობა რო არ ყოფილიყო და ასე შემდეგ მაგისთვის რომ მიეღწია აი მაშინ ესენი იქნებოდნენ ამაყები და იტყოდნენ ჩვენ აი რუსეთში სისხლის დაღვრის გარეშე შევდივართ ჩვენ ეს მოლაპარაკება შევძელით აი ეს ჰქონდათ გათვლა მაგრამ მადლობა ღმერთს ესე არ მოხდა და მადლობა უკრაინას და უკრაინელებს რომ ესე მედგრად დაუდგნენ და არ დამარცხნენ და ფაქტიურად გამარჯვებულები არიან იმიტომ რომ დიპლომატია იგებს საერთოდ როგორი რაღაცა დიპლომატია სიმართლე და ძალაუფლება ეს სამი არის ანუ ურთიერთობა მაგრამ ურთიერთობაში მართალი უნდა იყოს და ძალაუფლება უნდა გქონდეს და რუს თავიდან მარტო ძალა ჰქონდა არც დიპლომატიაში იყო მართალი და არც მართალი იყო ანუ იდეა არ ჰქონდა რა იდეისაც ისინი იბრძოდნენ ის იყო იდეა რა ვიცი ფაშისტური და ანუ თვითონ ფაშისტები სხვას აბრალებდნენ ფაშიზმს თვითონ ფაშიზმები სხვას აბრალებდნენ ამ რუსკი მირის გამავრცელებლები უკრაინული მირი უნდა მოესწოთ ხო და ეს იდეოლოგია არ ამართლებს ამიტომ ეს შეუძლებელია რომ მე რომ დაიწყო ომი მაშინ თქვი ეს საიდან გაქვთ ინფორმაცია მეუბნებოდნენ და ისტორიული ინფორმაცია მაქვს აი სტალინი და ჰიტლერი ორი ბოროტება იყო მაგრამ სტალინმა რითი მოუგო იმით მოუგო რომ მან შეძლო დიპლომატიურად დიდი ბრიტანეთი და ამერიკა ამოეყენებინა და ისინი რო არ ამოეყენებინა სტალინი წაგებული იყო და ჰიტლერმა ეს ვერ შეძლო ჰიტლერმა თავისი ნაციზმით ყველას დაუპირისპირდა ანუ ამ ორი ბოროტებიდან მაინც იმ ბოროტებამ გაიმარჯვა რომელმაც ამოიყენა სამყარო და წარმოიდგინეთ რომ უკრაინა რომელიც ბოროტება კი არა სიდიადეა გმირობა ყველა მთელი ევროპა იძახის რომ უკრაინელები გვიცავენო ჩვენ უკრაინელები იცავენო ევროპას და უკრაინელები არიანო ევროპელებიო ნამდვილი ევროპელებიო და ასეთი მართლები არიან ასეთი ამდენი სისხლი დაღვარეს და ამდენი ხალხი სახელმწიფოები ამოიყენეს როგორ შეიძლება ამან წააგოს მაშინ რა ვიცი რაღაცა უნდა ჩამოვარდეს ზეციდან და სამყარო უნდა მოისპოს და მაშინ ყველა წააგებს თორე აი შეუძლებელია უკრაინამ წააგოს მსოფლიო პატრიარქის არაერთი გადაგება მოგვისმენია ჩვენ განცხადება მოგვისმენია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რომის ახალი პაპის
პოზიციები, მისი ჟესტი ფაქტობრივად პირველი სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელიც მან მიიღო და მანამდე კი ტელეფონით ესაუბრა. არ იყო ეს დიდად მოულოდნელი, თუმცა ჩვენ არ ვიცნობდით კარგად მის ბიოგრაფიას, მის გამოხმაურებებს, თუმცა შემდეგ როცა ჩაუყევით და გავიგეთ, აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ, პუტინის მიერ წამოწყებულ ომთან მიმართებაში ძალიან მკაფიო, მკაცრად კრიტიკული პოზიციები ჰქონდა. რომის ახალ პაპს. თუმცა ამავე დროს ის ასევე ცდილობს, რომ რომის კათოლიკური უпроსტად ვატიკანი იქცეს მოლაპარაკებების ადგილად და ჯერჯერობით ეს არ მომიკრავს თვალი ყოველ შემთხვევაში, რომ საინფორმაციო გამოშვებებში მოხვედრილი იყო ლავროვის ინტერვიუ იყო დღეს, სადაც მან ფაქტობრივად უარყო ეს შესაძლებლობა, რომელიც სხვა შორის ტრამპის მიერაც იყო შეთავაზებული, რომ ვატიკანში მოხდარიყო ეს და თქვა, რომ როგორ ვეხა ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვატიკანში მოლაპარაკებებს ვისთან უნდა წავიდეთ, ხო? ანუ ყველანაირად ჩანს გადავადების მცდელობა რეალური სამშვიდობო პროცესის თავად პუტინის მხრიდან. ვერ ვიტყვით, რომ ტრამპი ამაზე ადეკვატურად და ოპერატიულად რეაგირებს, რაც ყველას რა თქმა უნდა გვაღელვებს, ვისურვებდით, რომ გაცილებით უფრო მკაფიო და მკაცრი ყოფილიყო ნაბიჯები, რომლის მოლოდინიც აქვს ყველას, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ევროპა იწყებს თავის გასაკეთებელი საქმის კეთებას. მარტო ევროკავშირი და ევროპა შეგნებულოდა ბრიტანეთთან ერთად. ახლა პოლიტიკურ ანალიზს თქვენ არ გხსოვთ, მაგრამ აი როგორც რიგით მოქალაქეს, როგორც სამღვდელო პირს, მათ შორის ადამიანის სულისკვეთებისა და მოძრაობის მისი მოქმედების შინაგანი წინაპირობების მცოდნეს თანამედროვე ევროპაში მიმდინარე გარდაქმნების კონტექსტში. Როგორი მოლოდინი გაქვთ უკრაინასთან და ევროპის მომავალთან მიმართებაში, რომ საქართველოსმაც იცოდეს უღირს მას ევროპასთან როგორც ძლიერ მოკავშირესთან კავშირი, იმიტომ რომ რაზეც ქართული ოცნება როგორც რეჟიმი დღეს აპელირებს, ის კი არ არის რომ ის ცუდიან, არა. რომ ევროპა სუსტია და ეს რუსი მაინც ძლიერია და პუტინია და ამიტომ მოდით ესე წყარად მაინც მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის განსაზღვრული არის რა. დღევანდელი ევროპა და უფრო დღეიდან ევროპა და მომავალი ევროპა ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო სამართლიანი იქნება და ბევრად უფრო მზადყოფნი იქნება. ევროპის თუ შეიძლება პრობლემა ითქვას, პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ მან გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია დიპლომატიით და ომი არ არის საჭირო, მაგრამ შენ რომ ომი არ გინდა და შენ რომ სისხლის ღორა არ გინდა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ომისთვის არ უნდა ემზადო, იმიტომ ბოროტი არსებობს და ხედავ ომის მსურველ ქვეყნებს და მოძალადე ქვეყნებს ხედავ და ამიტომ ნაპოლეონს აქვს ნათქვამ, ვინც თავის ჯარს არ აჭმევს, მას სხვისი ჯარისთვის მოუწევსო. საგვების მიცემაო, ნუ შენი ქვეყნის დასაცავად თუ არ მოემზადები, მაშინ უკვე სხვისი ჯარის შემოდის იქ, ეს ქვეყანა ესეა მოწყობილი. ამიტომ ევროპა მიხვდა მაგას, რომ დიპლომატიით შეუძლებელია პუტინთან საუბარი, დიპლომატიით შეუძლებელია რუსეთთან მოგვარება და ამიტომ მიმართავენ იმ ზომებს, რომელიც ზომებითაც ეს ომი უნდა შეჩერდეს და შეაჩერებენ. ეს მე მგონი რუსეთის პოლიტიკური ჩემი ანალიზი ეს იქნება, რომ რუსეთის უდიდესი შეცდომა იყო თითქოს ნატოს ებრძოდა იმისთვის, რომ ევროპა დასუსტებული იყო და ნატო დაასუსტა და ევროპა გააძლიერა. ანუ ნატო ის ევროპა ისე ძლიერდება, რომ ნატო არც დაჭირდება, არც რუსეთის წინააღმდეგ დაჭირდება და არც არავის წინააღმდეგ და ამიტომ ეს ის მოქმედებები, რაც მოხდა, თუნდაც ის ნატოს დასუსტება, ნატოს რაღაცა პოზიციებიდან გასვლა, ევროპა გააძლიერა. ხო, პრინციპში ნატო არც დასუსტებულა, ტრამპი დასუსტებაში გულისხმობ, რომ არ აქტიურობს. ანუ პუტინი ხო იძახდა ნატოს ზოლი გაიყვანეთ და ესა და სიმაგრეში მის უფრო მეტ საზღვარზე ახლოს მოვიდა ნატო, ფინეთი, შვედეთი და ასე შემდეგ, ხოლო დაფინანსებების მასშტაბს თუ ავიღებთ, ეს კიდევ ცალკე თემა. ბოლოს დაუბრუნდეთ კვლავ 26 მაისს ამ დღის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენ როგორც სასულიერო პირი, ქართველი სასულიერო პირი,
რა სურვილს გაუზიარებდით როგორ იქნებოდა თქვენი დალოცვა ამ დღისთვისაც და პერსპექტივისთვისაც ქართული საზოგადოებისთვის საერთოდ სასულიერო პირი ნებისმიერი არა მარტო მართლმადიდებელი ახლა თქვენ რომის პაპი ახსენეთ და სხვები შეუძლებელია სისხლის ზღვრას ეთანხმებოდეს შეუძლებელია დაპყრობითი ომების თუ ეს იყო ყოველთვის მაგრამ ყოველთვის შეცდომა იყო მაგას ყოველთვის იტყვიან რომ შეცდომა ამიტომ ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენ არ მოგვიპოვებია სხვაზე თავდასხმით ჩვენ ყოველთვის სისხლძვრით თვითონ საკუთარს და ვიწევდა სვისიც რომელიც შემოდიოდა ჩვენთან ამიტომ ომს ორი ფორმა აქვს ერთი არის თავდაცვა მეორე თავდასხმა და თავდასხმითი ომი არის უარყოფილი ეკლესიის მიერ თორე თავდაცვითი და სამშობლოს დაცვა რამდენი წმინდანი ყავს რომელიც ქვეყანას იცავდა და ქვეყნისთვის კვდებოდნენ და წმინდანები არიან და კვდებოდნენ იმიტომ რომ იმათმა იცოდნენ რომ სიკვდილი არ არსებობს და ჩვენ ერთადერთი რაც გაგვაჩნია ეს ჩვენი სანუკვარი ისე ხშირად ფიქრობ ხოლმე და ჩვენ ვართ ერი რომელსაც გარე სხვა სახელმწიფოში მოძმეერი არ აქვს ანუ მოძმე სისხლით და ხორცით მოძმე თქვენ მონათესავე ანუ თქვენ ახსენეთ იქ ლაზები და ისე მაგრამ იმათ ხა ჩვენი ნათესავები და ქართველები არიან მაგრამ სახელმწიფო არ გააჩნიათ ვამბობ რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო და აი ეს ერთი დარჩენილი ეს რაღაცნაირად ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ამისთვის უნდა ვიომოთ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამისთვის სისხლის უნდა დავღვაროთ რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა მე არავის არ მოუწოდებ სისხლისღვრისკენ უბრალოდ თუ ჩვენს ქვეყანას დაჭირდა ანწუხელიძეები ჩვენ გვყავს და გვეყოლება და რა ვიცი მზად უნდა ვიყოს მათზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობის დღის ხსენება მათი ხსენება არის როგორ უხარია ეხლა კოტე აფხაზ დღეს რო ჩვენ ასე ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილს როგორ უხარია ხო მისი სულები ხო ზესაში არიან ისინი და ისინი ხარობენ იქიდან რომ ჩვენ კიდევ ვიბრძვით მაგრამ ეს ბრძოლა უკვე გამარჯვებაა რადგან როცა ადამიანი როცა სიმართლის გზაზე დადგება მაშინ ის უკვე გამარჯვებულია რომც დამარცხეს გამარჯვებულია თუმცა მე აქ არ ამგონია ჩვენ ხორციელადაც ეს ახალგაზრდობა და ეს რომ დამარცხდეს ჩვენ მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლებას ოღონდ არავინ არ უნდა იფიქროს რომ აი ძალიან გაიწელა არა არ გაწელილა იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ უფრო დავაფასოთ და ძნელად მაგრამ უფრო დავაფასოთ და ბევრმა მიიღოს როგორც ის სკოლის მოწაფეები ხო როგორ ამთავრებენ სკოლას ხო როგორი ჟინით ამთავრებენ აი ესეთი რაღაცები არიან სასამართლო დარბაზებში როგორი მხნეობებით არიან ციხეში მყოფი ადამიანები უხარიათ რომ საქართველოსთვის ითმენენ და თუნდაც მზია ამაღლობელი რომელიც საერთოდ გაუგებარია რატო ზის მაგრამ რა ვიცი მისი სახელი ბევრი დაარქმევს მზიას საქართველოში და მას მოანათლინებენ გამოვა და ჩვენ ცოცხლები ვიქნებით გადარჩებით და ვიქნებით დამოუკიდებელი და თავისუფალი ჩვენი გზა სწორია სწორად მივდივართ ჩვენი გზა არის ერებთან ერთად ყოფნა და ეს საქართველოს არ მოაკლდება დარწმუნებული ვარ რომ ის გზა საიდანაც რუსეთს მიყავს თუნდაც თავისი თავი და მერე სხვა ვის თავისი მომხრეების განწირული გზა არის და იმ გზაზე საქართველოს არ წავა და დღეს ჩვენი დრო მოსულია რომელსაც დიდხანს ველოდით ძალიან დიდი მადლობა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მეგონი მნიშვნელოვანი საუბარი შედგა დღეს ამ სტუდიაში წინასწარ მიულოცოთ 26 მაისის და ყველა ამ დღის ღირს ადამიანს უსურვოთ ქვეყნის თავისუფლება და თავისუფლება რა თქმა უნდა ამ იდეისთვის მებრძოლ ქართულ ჩერჩილს აქვს ნათქვამი თუ შეიძლება თავისუფლება ყველას არ შეუძლია თავისუფლების ბევრს ეშინიაო მაგრამ ჩვენი ერი არის ისეთი რომელსაც თავისუფლების და დამოუკიდებლობის არ ეშინია პირიქით ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი და ვიქნებით თავისუფლები მადლობა და ამ სიტყვებით დაგამშვიდობებით